Რასიახლეები და სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა ბაზარზე, მთავარ ამბებს გადავხედოთ. კოლიერს ჯორჯიამ 2024 წლის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც თბილისში 41284 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საცხოვრებელი ბინების ბაზრის ზომა 12%-იან 2.8 მილიარდ აშშ დოლარამდე ზრდას აჩვენებს. რეკორდ-ჯიზე გამოქვეყნებული განახლების თანახმად მხოლოდ დეკემბერში დედაქალაქში 4039 ბინა გაიყიდა, რომლის ღირებულებამ 292 მილიონი დოლარი შეადგინა. გაყიდვების რაოდენობა 2023 წლის დეკემბერთან შედარებით 7%-ით, ხოლო გაყიდული ბინების ღირებულება 16%-ით გაიზარდა. დეკემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 14%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც დაკავშირებულია პირველადი ტრანზაქციების 26%-იან ზრდასთან. ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 13%-ით არის შემცირებული. 2024 წლის დეკემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 16%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 18%-ით და 23%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღნიშნულია მიმოხილვაში. წლიურად 2%-ით იკლო ბინების ტრანზაქციებმა ბათუმში, სადაც სულ 15034 ბინა გაიყიდა. ბათუმში საცხოვრებელი ბაზრის ზომა 6%-ით 778 მილიონ ამერიკულ დოლარამდეა გაზრდილი. კოლიერსის ანალიტიკით გასულ წელს ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 1%-იანი ზრდა ფიქსირდება, ძველ პროექტებში კი 2023 წელთან შედარებით მაჩვენებელი 23%-ით არის შემცირებული. დეკემბერში ახალ აშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 11%-ით გაიზარდა და კვადრატულზე 1114 ამერიკული დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი მცირედ კლებას აჩვენებდა და კვადრატულზე 985 ამერიკული დოლარი იყო, ნათქვამია მიმოხილვაში. წერილის ავტორებს სათითაოდ უნდა მოეთხოვოს პასუხი. ამის შესახებ განცხადებას ბიზნესმენი ნოშიკო ნამორაძე მარკო რუბიოსთვის საქართველოში დასასანქცირებელი პირების შესახებ გაგზავნილ სიაზე საპასუხოდ ავრცელებს. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ უსამართლოა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაც, წერილი კონკრეტული ქართველი დივერსანტების მიერ შექმნილია სრულიად უსაფუძვლოდ. ვფიქრობ, ამ წერილის ავტორებს სათითაოდ უნდა მოეთხოვოს პასუხი, მათი ლუსტრაცია უნდა მოხდეს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ადრეც და ეხლაც ემსახურებიან აგრძელებენ სხვისი ოჯახებისა და ადამიანების ჩაგვრას. მათი მკაფიო სურვილია, რომ სხვის უბედურებაზე მოიწყონ თავიანთი კეთილდღეობა, მაგრამ მე მწამს, რომ ადრე თუ გვიან პასუხი ყველას მოეთხოვება. წერს ნოშიკო ნამორაძე. ინფორმაციისთვის აღნიშნული სია გასული კვირის ბოლოს საკუთარ წყაროზე დაყრდნობით რადიო თავისუფლებამ გაავრცელა და მასში ძირითადად ქართულ ოცნებასთან დაახლოებული კერძო სექტორის წარმომადგენლები შედიან, რომელთა შორის იყო VR ჰოლდინგის დამფუძნებელიც. საქართველოში ავეჯის იმპორტი 23.6%-ით გაიზარდა. სექსტატის ოფიციალური მონაცემებით გასულ წელს 11 თვეში საქართველომ 97 მილიონი დოლარის ღირებულების 39270 ტონა ავეჯი შეისყიდა, მაშინ როდესაც 2023 წელს ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში 31748 ტონა ავეჯი ჰქონდა შესყიდული, რომლის საერთო ღირებულება 84.4 მილიონი დოლარი იყო. საქართველოსთვის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია, მისი წილი ავეჯის მთლიან იმპორტში 60% შეადგენს. ავეჯის ტოპ 10 საიმპორტო ქვეყნის ჩამონათვალი 2024 წლის 11 თვეში ასე გამოიყურება: თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი, ბულგარეთი, იტალია, უკრაინა, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ჰონკონგი და მალაიზია. რაც შეეხება ექსპორტს, ოფიციალური მონაცემებით გასული წლის 11 თვეში საქართველომ ავეჯის ექსპორტიდან 12 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, 3573 ტონა ავეჯი გაიყიდა სულ, ხოლო 2023 წლის იგივე პერიოდში საქართველომ 4 მილიონი დოლარის 1203 ტონა ავეჯი ჰქონდა ექსპორტირებული. აღნიშნული მონაცემების მიხედვითვე საქართველოს ავეჯის გაყიდვიდან შემოსავალი 197%-იან ზრდას აჩვენებდა. სექსტატის თანახმად, საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი სომხეთია, ამასთან ერთად ავეჯის ტოპ 5 საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალში ხვდება აზერბაიჯანი, ამერიკის შეერთებული შტატები, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ რუსეთი და იტალია. ინფორმაციისთვის აღნიშნული მონაცემები არ ასახავს სრულად ავეჯის იმპორტისა და ექსპორტის სტატისტიკას, რადგან სექსტატი ავეჯის სხვა სახეობებსა და ნაწილებს დამატებით ცალკე ითვლის.
სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო 2025 წლის 20 იანვრის მდგომარეობით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში უკვე 17 სუბიექტი მოხვდა. სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, აქედან 12 შპს, 3 ინდმეწარმე, 1 ამხანაგობა და 1-იც ააიპია. შავ სიაში მოხვედრილ კომპანიებს შორის შპს ბალავარი და მისი მფლობელი ზაურ დეკანაძეა. სიაშია მასთან ერთად შპს GTG, შპს დემა, ბაია 2018, ბლექსი, ლიბრა, ოგი, ბენილუ 37-იანი, N9, შპს ERT-DEA, რომელიც სამეწარმეო რეესტრში 2013 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის მფლობელია ლუხუმ ქართლოსიშვილი, რეესტრის ბოლო ამონაწერით კომპანია გაკოტრების რეჟიმშია. სამშენებლო სექტორში დასაქმებულ მეწარმეებს 1 თებერვლიდან გადასახადები 20-ჯერ ეზრდებათ. მთავრობა მცირე მეწარმის სტატუსის მქონე სუბიექტებისთვის შეღავათი, რომლის მიხედვითაც ისინი საშემოსავლო გადასახადის 1%-ით იბეგრებოდნენ, ახალ წლამდე 2 კვირით ადრე გაუქმა. დეველოპერები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება თვითღირებულებაზე იმოქმედებს არსებული შესუსტებული მოთხოვნის გაგრძელების შემთხვევაში კი ბაზარზე არა ფასი, არამედ მიწოდება შემცირდება. მშენებლობის თვითღირებულების ზრდაზე ფასის ზრდის მიზეზად კომპანიების ნაწილში სახელფასო ფონდის ზრდასაც მოიაზრებენ.